მოგესალმებით მეგობრებო, ჩვენ მივდივართ ბოლნისში, სადაც იქ დაგვხვდება შეფ მიშა ავსაჯანიშვილი. ჩვენ მოვივლით კერძოდ ბოლნისის რესტორნებს, ვნახავთ, შევაფასებთ რა კერძებია და უკვე მე ჩვენი ინტერპრეტაციით ვეცდებით რომ შევქმნათ ახალი კონცეფციის კერძები. მოვიძებთ ადგილობრივ პროდუქტებს, ავთენტურ კერძებს, ავიღებთ და ცოტაოდენი მოდერნიზებით ჩვენ გვინდა რომ შევქმნათ ახალი კერძები და ახალი სული შთავბეროთ. ჩვენი მიზანია ბოლნისში გასტრონომიული ტურიზმი უფრო განავითაროთ. დავიწყოთ ჩვენი კერძის მუზის ამოყვანა. ძალიან კარგი ზომებია კერძის მოსამზადებლად. მომზადება ბოლნისური ავთენტური კერძი. ეხლა ჭირდება ჩვენ ზუთხი, რომელიც არის ადგილობრივი, მოყავთ მეურნეობაში და კაი ზომაა ძალიან კი. კაი ზომა არის ამოვიყვანოთ. ოპა, დავიჭირეთ. დამწუწა, მაგრამ კარგი ზომა არის, ნახეთ. მაგარი ძლიერი. წავიდეთ. თორღვა რაღაცა უსარი არის რომ ბოლნისში ადამიანებს ჩვეულებრივი ფაქტიურად შეიძლება ითქვას რომ წალკოტი აქვს მოწყობილი სახში. თან როგორც გითხრეს ეს ბიოპროდუქტი არის სულ ყველაფერი, კი, უსასუქო. ჭინტი არის და დამოგვადგება თან, კი, ნახე რა კარგია უყურე. მოდი მან შევაგროვოთ თან. აი რაღაცები კი ჯერ მოსამწიფებელია, მაგრამ ჩვენ ცოტა ისეთები, კი. კი, რამდენი პომიდორი ან სალათი გავაკეთოთ ესე, კარგად გემრიელად. კუხე, კი, კუხე პომიდორი სალათი. ხა, მომეცე რაღაც. კი, ოპ. საწაული არის ნახე. აი ეს არის ნამდვილი. რაღაცები კი ავაგროვეთ და ეხლა კიდე დავამატოთ. კიდე ავაგროვებთ ახალი კარტოფილი, ბოლნისი ცნობილი არის თავისი კარტოფილებით. კიდევ ამოვთხაროთ კარტოფილი და მწვანილიც გავიყოლოთ აუცილებლად დაგვჭირდება კერძების. ხო და ეს ლობიო კი მოვკრიფეთ, მაგრამ მოდი ეხლა კარტოფილიც ამოვთხაროთ როგორც თქვი რომ ძალიან ვაა, როგორც ამას უყურე რა, თან როგორი არის წარმოშობის ბოლნური კარტოფილი არის. ავაგროვოთ და всё. წავედით, გადავინახოთ სამზარეულოში. ჩვენ ოქროს თევზი ნახეთ, რა კერძები კეთდებოდა უშუალოდ, როგორი კონცეფცია ჰქონდა და მანდიდან გამომდინარე ჩვენ ყველაზე მნიშვნელოვანი აქცენტი რაც გვაქვს დღეს ბოლნისში გაკეთებული რომ მით უმეტეს თევზის რესტორანში და მოვამზადეთ მაგ კონცეფციის შესაბამისი კერძები. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ აქ მოდის ძალიან განსაკუთრებულად გემრიელი და ძალიან კარგი პროდუქტი იმისთვის რომ შევქმნათ აი ასეთი ძვირფასი კერძები. იქიდან გამომდინარე რომ ბოლნისში ძალიან მომრავლდა ესე იგი თევზის ტბები ხელოვნურად შექმნილი, ანუ არის ზუთხი, კალმახი, ორაგული და სხვადასხვა თევზები. ჩვენ თევზის ერთ-ერთ რესტორანს გვინდა რომ გავუკეთოთ თევზის კერძი. თევზის კერძები იქ ბევრნაირი არის, მაგრამ მაინტერესებს რა შეიძლება რომ გავუკეთოთ შენი აზრით. მე ვფიქრობ აქცენტი გავაკეთოთ, მოდი რახან ვართ ბოლნისში ჩამოსული და რახან არის გერმანული კულტურა ძალიან ღრმად ჩაქსოვული ფესვებში, ამიტომ ავიღოთ მოდი ორაგული გავაკეთოთ შვაბური კარაქით, გერმანული კარაქით, ტრადიციულად მომზადებული და ლიმნის соусით, იმიტომ რომ შევიტანოთ ციტრუსები და არომატები და უკვე მე ნენელა მოაგეხმარები და დავიწყებ უკვე დაჭრას ხახვეს, რომ უკვე დანარჩენი ინგრედიენტები შევიტანოთ. ფანტასტიკური, თორღვა, ფანტასტიკური.
დავდოთ. ფარში უკვე შეანელე შენ, მაგრამ ჩვენ ორიგინალური შეფები იმიტომ ვართ, რომ ჩვეულებრივ ტოლმას არ გავაკეთებთ, ამიტომ გამომცხვარი ტოლმის ჯერი მოვიდა, შევახვიოთ კომპოტოში. ჩამიდე და მე გავაგზელებ. მე ამ ტოლმას მოვხარშავთ ჩვენ და ღუმელში გამოვაცხობთ არაჟნის соусთან ერთად.